ამერიკის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებაზე სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას ეხმაურებიან თბილისში. მმართველი გუნდი ამერიკის ამ ნაბიჯს სწორგადაწყვეტილებას უწოდებს. ქართულ ოცნებაში იხსენებენ ვენეციის კომისიის დამოუკიდებლობას საქართველოს მიმართ და აღნიშნავენ, რომ ეს იყო პოლიტიკური იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. ოპოზიციის ნაწილი კი შტატების გადაწყვეტილებას ამერიკის შიდა საქმედ მიიჩნევს. მათი თქმით, საქართველოს გაცხადებული აქვს ევროკავშირის წევრობის სურვილი და მიიჩნევენ, რომ ქვეყანა როგორც ვენეციის კომისიის, ისე სხვა ორგანიზაციების ნაწილი უნდა იყოს. რაც შეეხება მარკო რუბიოს განცხადებას, მისი თქმით, საერთაშორისო სისტემა ასობით ისეთ ორგანიზაციით არის დატვირთული, რომლებსაც გადაჭარბებული მანდატები, არაეფექტიანი შედეგები და ცუდი მმართველობა აქვს. მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდს, გაეროს ქალთა ორგანიზაციას და კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს კონვენციას, რომლებიც მისივე განცხადებით არაეფექტურობას ან ბოროტებას ავლენენ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოს ზურგს აქცევს, უბრალოდ ტრამპის ადმინისტრაცია ინსტიტუციებისგან რეალურ შედეგებს მოითხოვს. ამერიკას სურს, რომ ბევრად უფრო მეტად ეფექტური იყოს და ნაკლები ზეწოლა ხდებოდეს ალბათ მასე გარკვეული ქმედებების დროს, იმიტომ რომ ქმედები ჯერ ერთ თავისუფალ სამყაროს ადგენება, იმიტომ რომ ამერიკა რო ეფექტური არის, აისახება კარგად თავისუფალ სამყაროს და ეს არის განპირობებელი და რა ვიცი, ხოცების გავლებული პარალელი რო ივანიშვილო დიქტატურას ამყარებს ქვეყანაში და ამის გამო რო თქვა ქუჩაში დგომას გრძალავს და აი ვენეციის კომისია ამიტომ გვაკრიტიკებს და ამერიკას აკრიტიკებს, არის ალოგიკური. ამერიკას საერთოდ არ უნდა ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობა ჩვენ გვინდოდა და ამიტომაც არის ვენეციის კომისიის დასმები ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა. თუ არ უნდა და კონსტიტუციიდან ამოიღებენ ამოხს. ესეც ღია თქვან კაცო, იმიტომ რომ ვენეციის კომისია არის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც შენ სამართლებრივ თავსებადობას და ევროპულ სტანდარტებთან ამოწმებს. ქართული ოცნებისთვის ვენეციის კომისიების დასკვნები არასერიოზული და მიუღებელი გახდა, არა ტრამპმა როის დატოვა რა თქმა ვენეციის კომისია და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია, არამედ მაშინ გახდა მიუღებელი და არასწორი და მართული, როდესაც ვენეციის კომისიამ ისეთი დასკვნები დადო, რომელიც დასკვნებიც ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. როდესაც უაზრო რუსულ კანონებს იღებ, რომელიც პირდაპირ კალკია კგბ-ს კანონების, კგბ-ს მიერ შემუშავებული კანონების, საქართველოს და ამაზე გეუბნება ვენეციის კომისია, რომ ეს სუდია და ევროპის კანდიდატმა ქვეყანამ არ უნდა გააკეთოს. ამას არავითარი კავშირი არ აქვს, ტრამპმა რამდენი ორგანიზაცია დატოვა, რამდენი არ დატოვა. ზოგიერთმა ჩვენმა ბედოულათმა ბრჭყალებში ვითომ რადიკალმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამერიკას არ ჭირდება შეიძლება ეს ორგანიზაციებიო, მაგრამ ჩვენ გვჭირდებაო. ხო და თვითონ დაიტოვონ მაშინ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამერიკის აზრით აზიანებს ეროვნულ ინტერესებს, იმიტომ გადის. იმიტომ კი არ გავიდა ამერიკა, რომ აღარ ჭირდება. არამედ იმიტომ გავიდა, რომ უსარგებლო და დამაზიანებელი უწოდა ამ ყველაფერს და ფაქტების სახეზეა. ჩვენ ჯერ კიდევ 1-2 წლის წინ ჩვენ თავზე განვიცადეთ ის, რაც სამწუხაროდ ვენეციის კომისიამ გააკეთა. რა თქმა უნდა, პოზიტიურია ის, რომ შეერთებული შტატებიდან იმ სიმართლის და რეალობის ასე ვთქვათ, დაანახვა და ამაზე კაფიოთ საუბარი და ნაბიჯების გადადგმა ხორციელდება, რაც ჩვენ ისედაც დიდი ხანია ვიცით. მათ შორის ის ორგანიზაციები, ბუნებრივია, რომელიც დატოვა შეერთებულ შტატებმა და მათ შორის და პირველ რიგში ალბათ ვენეციის კომისია არიან დაცლილი იმ შინაარსისგან, რაც თავის დროზე ამ ორგანიზაციების შექმნაში იყო ჩადებული. ვენეციის კომისიის დასკვნებში სამართალს და იურიდიულ მხარეს ნახავთ 1% და 99% ნახავთ პოლიტიკას და პოლიტიკურ შეფასებებს, რაშიც ვენეციის კომისიას საერთოდ არ ესაქმება. აი სწორედ ასეთი დასკვნები გააკეთეს მათ იმ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული.